ჩემს წინა ვიდეოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა, რომ ხარჯის ეკონომურობის მიზნით სასურველი ხომ არ იქნება ღამით გავთიშოთ გათბობა. ზოგი თვლიდა, რომ გათბობის კვებს როდესაც გავთიშავ, ხარჯი უფრო მატულობს. ან ზოგი თვლიდა, რომ როდესაც გათბობის კვები გავთიშე, რაღაც კონკრეტული საათით პირიქით ეკონომიურია. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ როდესაც გათბობის კვებს გავთიშავთ, აუცილებელი პირობა არის, რომ ტემპერატურული დიაპაზონის შენარჩუნება მოხდეს. და რა არის ეს დიაპაზონი? ჩვენ თუ გვაქვს გათბობის კვები დაახლოებით მაგალითად 50 გრადუსზე და სახლში გვაქვს 20 გრადუსი შიდა ტემპერატურა, ამ შემთხვევაში 20 გრადუსიდან გათიშვის დროს 10 გრადუსამდე არ უნდა ჩამოვიყვანოთ ტემპერატურა. რადგან 10 გრადუსიდან 20 გრადუსამდე უფრო ძალისხმევას ანდომებს გათბობის კვები და ხარჯი პირიქით მატულობს და არ აკლებულობს. ამ ყველაფერში გვეხმარება თერმოსტატი, თუმცა არსებობს სახლში შიდა თერმომეტრები, რომელთაც შეგვიძლია ის ტემპერატურა გავსაზღვროთ, ანუ გავზომოთ.